აუ ნახე რა, ამ ხელნაკეთ აქსესუარებს რა მაგარი სამაჯური დაუშიარებია. თან რა ფასად? თითქმის ნაჩუქარია. მაგ თითქმის მერე რაც რჩება, იმის ფულიც კი არ მაქვს და არ მინდა ეხა არ მანახოთ ყველა არ მოვიშლი ნერვებს რა, ის რაც სულ ხასიათზეა. მე რატო რა გჭირს? არა და წეღანოხე შენ გუშინდელსავს 120 ლაიქი ქონდა და მეტი რა გინდა ერთი. ადრე მეც ბედნიერება ლაიქებში მეგონა, მაგრამ ცოტა ფულით საჭიროა, ეხა მივხვდი. აი რა ნინი, როდის იყო ფულზე წუწუნებდი? შენ მუშაობ, ნიკა მუშაობს. ნიკა მუშაობს, კი არა, ნიკა ერთი თვეა უხელფასო შვებულებაშია. რატო? რატო? ნუცა ზამთარია, რა ვიცი, ხალხს არც აუზი უნდა და არც ვარჯიში და არაფერი. მე რას მელაპარაკები? ანუ შენ ხელფასზე ხარ? დაგაჯდა რა უკვე თავზე. მალე ალბათ საბერძნეთშიც გაგიშვებს სამუშაოდ. აი ნუცა, რა იცი როგორ განიცდის თვითონაც. მეც ვამშვიდებდი ხა ამ თვეში ბონუსები მექნება თქო და ცოტას ამოვისუნთქავ თქო, მაგრამ ანუ რადგინა ბონუსები კი არა კლიენტი არ მყოლია საერთოდ. აი რა ბონუსები. ეს ხელფასი საერთოდ მთლიანად რო ჩაიწყა, მადლობა თქვი. ნუცა, ეს მეილი შენც მიიღე? რომელი? აი ჩვენი შეფის ასისტენტისგან. ანუ ხო იცი მის სამსახურის მეილებს არ ვკითხულობ. ჩვენი თანამშრომლების უკეთ გასაცნობად გაკეთდება ვრცელი ოჯახური ფოტოსესია და ჩაიწერება ინტერვიუ, ოჯახური პროფილის გაკეთება სავალდებულოა. და რესტორანში რო დავეპატიჟეთ, უფრო უკეთ არ გაგვიცნობდა ვითო? მოიცა, ანუო თანამშრომლები რო უკეთ გავიცნოთ, მათ ოჯახებზე ბლოგებს გავაკეთებთ და ჩვენს ინტერნეტ ჟურნალში გამოვაქვეყნებთ. აუ რა მაგარია. და როდის იქნება ეგ ამბავიო? მე დღეს მოვლენ ინტერვიუს ჩასაწერად. აუ რაღა დღეს, ჩემი ქმარი მივლინებაში როა. და შენი მივლინებაში მაინც არის და ჩემი საერთოდ ძის. მთელი დღე არაფერს არ აკეთებს, ან ძინავს, ან ტელევიზორს უყურებს, ან კომპიუტერს თამაშობს რა და წვერიც რაღაცნაირად აქვს მოშვებული. წვერი ნიკა სულ ქონდა. ხო, მაგრამ ეხა რაღაცნაირად აქ, აი თითქოს უმუშევრის. ეგ პასპორტი მაქვს, მართვის მოწმობა ჩავდე, რა მჭირდება კიდე? უსო, მაინც ტყუილად აიტეხე, ხარა ამ ხელაგზაზე მანქანა წასვლა რა. გაგვეშვა ბავშვი მარშრუტკით, რა მოხდებოდა კაცო? მე-4 კლასში ვიყავი, ბებიაჩემმა მარტო რომ გამიშვა ავტობუსით თბილისში. ასე მეტ რა ისაო, ბილეთი შენ არ გეკუთვნის და არაფერიო და რაც ისაო, მე ბილეთში უნდა გადამეხადა ფულიო, იმას შენ მოგცემ და თბილისში რო ჩახვალ ნაყინი იყიდეო. ცხოვრების ღმერთმა ჭკუაში მომატყუა კაცო. ერთი გზის ფული მომცა რა და უკანასხლოა დაბრუნებულიყო არა? მეორე კურსზე მივხვდი მაგას. მეგოჩა ავტობუსამდე ხო მიგაცილა რა. ავტობუსამდეც მიმაცილა და მძღოლსაც ჩამაბარა. ხო და მე იქ დარჩენას კი არ ვაპირებ, გოჩა, დავტოვებ ბავშვს აეროპორტში და დავბრუნდები უკან, რა დაგემართა. რუსო, ავტოსადგური ჩემი სახლიდან 200 მეტრში იყო და შენ კიდე 200 კილომეტრზე აპირებ წასვლას. და ვინ გადაწყვიტა ბავშვის ქუთაისიდან გაშვება? კარგი რა რუსო, კარგი რა კაცო. რას ვიფიქრებდი ახლა რომ საახალწლოდ შეკვეთილი ინდაურის ბარკლები ახლა ჩამოვიდოდა და ბავშვი ვერ გავაცილებდი. ვიფიქრე სოფელში შევივლიდით, ქუთაისსაც ვანახებდი ბავშვს. ხო, თვითფრინავიდან ვერ დაინახავდა ახლა ბავშვი ქუთაისს. რუსო, ქუთაისი ისეთი ქალაქია, რომ შიგნიდან არის ლამაზი. ესმის? ჯერ მარტო ღირსშესანიშნაობები რა დღის კაცო, გელათისკენ რომ მიდიხარ გზაზე, ქალი დგას მზეს უმზირეს ყიდის 15 თეტრად, აი ჭიქა. და იქა ფალიაშვილის ქუჩაზე რო ხარჩუარი 2.50-თან. როგორ მინდა ის ხარჩუარი. სუჭამაზე რატო ფიქრობს, რატო?
არა მარტო რუსო. მე ასევე ვფიქრობ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე. მოდი мама, მოდი. ასე ევროპაში ჩვენ ვერ შევალთ. ნელ-ნელა უნდა ვიაროთ, ნელ-ნელა დასავლეთისკენ. ხო და ამ გზაზე, დასავლეთის გზაზე ხვდება ქუთაისიც. ძალიან ნერვიულობ ესე შორს რო გიშვებ და თან მარტო. დედა, იქიდან მე ვარშავაში მივდივარ. ვიცი დედი, ვიცი, მაგრამ მაინც ნერვიულობ და რა გავაკეთო? რუსო, გიხვეწები, ნუ ჯიუტობ რა ახლა. ამხელა გზაზე წასვლას ეხუმრები შენაცო. ან რო დაიღალო, ან რო დაგეძინოს. ე, რა გოჩა, რა უნდა დამეძინოს? მთელი გზა მე და საბა ვილაპარაკებ და არ დამეძინება. და უკანა გზაზე საბას ნალაპარაკებს გააანალიზებ? მე მოვიდა. ნინი წავიყვანოთ აეროპორტში. აი, ნინი რა თქმა. ჯერ ერთი მარტო არ იქნები და მე საცოდაობა ჩვენი სადარბაზოდან ვინმე აეროპორტში დაჩექინდეს და ეს ვინმე ნინი არ იყოს. ნუ მაინდნოთ რაღაცას ერთი ადექი და წავედით, თორე დაგვაგვიანდა რა. დროზე. არ დაგჭეს არაფერი. მოდი. აბა შენეცი და დუალების სიბზნე არ დაივიწყო. რომელი мама 100 ჯერ გაზომე და 9 გადაიხადე, ხო? მე. ამას მე წამოგიგებ. რუსო, ნელა იარეთ, გესმის? ნელა იარეთ. გოჩა, რაღაც ხო არ გავიწყდება. ბარათი გოჩა, ბარათი. ან бенზინი მინდა, ან აზუთი მინდა. ფული ხომ ჭირდება? მომე. მაცადე. რუსო, სოფელში როგორც კი შეხვალთ, გაბმული სიგნალი მიეცი. ნახონ დვალებს რა ბიჭი მოესრო და რა მანქანა. ნიკა, კიდე წევხარ, ხო? ისედაც მოვა ის ჟურნალისტი, რა. ხო და რომ მოვა, მე წამოუდგები ფეხზე ქართულ პრესას. აი, სანამ შენ ტელევიზორს უყურებ, იცი რამდენი საქმე გავაკეთე მე? საჭმელი გავაკეთე, მტრები გადავწმინდე, სახლი დავალაგე. ვა! რა ვთხოვთ იმ ჟურნალისტთა ყოველდღე იაროს ხოლმე ჩვენთან? იცი როგორ ნერვიულობ, ნიკა. მოდი გეხვეწები რა რეპეტიცია გავიაროთ, ვიდრე მე ვარ ჟურნალისტი, კაი? კაი. ნიკა, დიახ. რა უყარს ნინის ყველაზე მეტად? შედით Facebook-ზე. 2 წუთში 3 სელფი და 5 ჩეკინი დაგხვდებათ და მიხვდებით. კარგად. რას აკეთებს ნინი თავისუფალ დროს? არ მისმენთ თქვენ? 3 სელფი და 5 ჩეკინი თქო. ნიკა, საერთოდ არ გინდა ჩემი დახმარება. როგორ არ მინდა ნინი, უბრალოდ მე აი სხვა შეკითხვებზე მეფიქრებო. რაზე? აი რომ მკითხავენ, რომელი კერძი გამოსდის ყველაზე კარგად, რა უპასუხო. იცი რა უთხარი, ისეა თქო სამსახურის საქმეებში, ჩართული თქო, საერთოდ ვერ იცლის თქო ამ გაკეთებისთვის თქო საჭმელების. რაზე ოცნებობთ, რომ მკითხავდნენ, ეგ მაღაზია მქონდა მომზადებული. რაც უნდა ხა ამ ინტერვიუს წაიკითხავს ყველა ჩემი თანამშრომელი და რაღაცა ისეთი მინდა გამოვიდეს, რა ძალიან მაგარი. ხო და მოდი გავაგრძელოთ ახლა კითხვები. ხო იცი ჟურნალისტური კითხვები როგორია? რა ჰობი გაქვს, რას ვერ აპატიებდით ერთმანეთს? ეგ მარტივი შეკითხვებია. მე ურთულესზე მეფიქრება ნინი. ხო და რომელზე? რამდენ კოს შაქარს იყრის ნიკა ყავაში? აი მე საჭმელზეც რაღაცას მკითხავენ და რომ მკითხონ როგორი საჭმელი უყვარს ნიკასო რა ვუთხრა? ნაყიდი. ანუ უპასუხებ რომ ჩემი შემწვარი კატეტი გიყვარს, ხო? ეგეთ ტყუილს თორნიკეც არ მაკადრებინებდა ნინი. მოდი ახლა მე და შენ შევთანხმდით? რომ ეს ტყუილები კი არ არის. ეს არის ერთგვარი ხრიკები. აჰა. ხო? აბა კიდე რა ხრიკები გაქვს მოფიქრებული, აბა? კიდე ამ ნაყიდ ნამცხვარზე ეტყვი რომ ჩემი გაკეთებულია. ნინი ეგრეც ვერ ვიხრიკებ ხა მე. თუ გინდა ვეტყვი რომ ამ ნამცხვარს რო აკეთებდნენ, ნინი მიქსერის ჯოხები galukatko. კაი, ხო, აბა მითხარი კიდე რაზე მივდივართ იმიჯის გულისთვის. არაფერზე მეტი არაფერზე. ხა გავაგრძელოთ შეკითხვები. ხო, თუ კითხავენ რომ რომელი ფილმი უყვარს ყველაზე მაგრაო, უთხარით 100-დან 3 მეტრზე. კაი? კაი. და შენზე რა ვუთხრა? როკი. ნიკა. როკი 2? როკი 3? კაი ახლა. როკი 4?
ჩერდია. კაი, როკი 5. კარგი რა ნიკა. კაი, ხო, ვიხუმრე ნინი. ფორსაჟი. ფორსაჟი 2? ფორსაჟი 3. გაჩერდი რა ნიკა რა. ეხლა წავალ და გავემზადე და ჩავიცე. იცი როგორ მინდა გამოვიყურებოდე. აი ნაღდი ბიზნეს ლედი რო ვიყო რა. აი თეთრი საყელო, რაღაცა ყავა ხელში, ის კაბელიანი ტელეფონი, პასტა, ესე რო ვათამაშებდე. აუ ბაცნა, რაღაცა ქართული დეტალი მინდა და რა გავაკეთო? სვანური ქუდი? რა სვანური ქუდი? მაშინ ჩიხტი კოპი. ყაწიმები? ეგ რა არის? ზუსტად არც მე არ ვიცი, მაგრამ იმ სიმღერაშია. ყაწიმები ხიხტებოდა შავლეგო. არ მინდა რა ეს შავლეგო. ჰაი, სისხლში გაგიხამებია შავლეგო. სად არის ეს კალინეტა აქამდე, ჰა? არც ტელეფონს არ პასუხობს კაც. ვაიმე, რო გავიგო, რომ ქუთაისი თბილისის ტრასაზე რამე შოპინგ მოლი ან პარფიუმერული მაღაზია გაიხსნა, დედას ვწავარ ვიჩივლებ შრომელი ადამიანების უფლებების დარღვევას. რა თქმა უნდა, საჩივრის ფული თუ დამიტოვა. ამ გოგო მანგარიშზე კაც. სად ხარ, რუსო? როგორ ახარ? ცუდად გამოვიყურები ხო გოჩა? არა? უბრალოდ გამიკვირდა ხა, ჩემი სახელფასობა რა თქონა წაღებული და რაღაცნაირად ხელცარიელი დაბრუნდი. მოკლედ გოჩა ერთი კარგი ამბავი მაქვს და დანარჩენი სუცუდები. რომლით დავიწყო? კარგით. გოჩა ძალიან მიყვარხარ. ვიცი გოჩა, ვიცი რომ შენს გიждები გოჩა ჩემზე და ძალიან ბედნიერი ხარ. ეხლა რომ მე მშვიდობით ჩამოვედი და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მე მანქანი დავბრუნდი თუ ტაქსით, ხო გოჩა? მოიცა ტაქსით რატო ჩამოხვედი რუსი? აი, დაიწყო ცუდი. გოჩა მანქანა გავკაწრე ბიჭო, ჭიანურივით. ჭიანურივით? გაუსვი და გამოუს. გოჩა, ისეთი საშინელი პარკინგი არის კოპიტნარში, რომ აი არ არსებობს დამიჯერე, აი დამიჯერე გოჩა, კაცი არ მინახავს, მე იქ ალბათ რომ მანქანა არ გაერთხას რამეზე რა. რუსო, მერე იმ აეროპორტის პარკინგზე ისე როგორ დაარტყი მანქანა რო არ დაიკოკა. არა გოჩა, დაიქოკებოდა ის მანქანა, დაიქოკებოდა, უბრალოდ მე დავისტრესე გოჩა ისე რომ აღარ მქონდა მანქანაზე დაჯდომის და დავტოვე იქ წყნარად მშვიდად და ლამაზად. შენ რეაბილიტაციაზეც ხო არ გინდა სიარული ფსიქოლოგთან? არა გოჩა, იცი რა, აი ამ სტრესებს მე თვითონ დავძლევ. მოიცა ეხლა აეროპორტის პარკინგზე დგას მანქანა? კი გოჩა, კი. ადამრევ შემე გაგეყვანა გარეთ კაცო და დაგაყენებინა სამე ტყეში. რას ლაპარაკო? გოჩა, შეიძლება ვინმეს გაეძარცვა ის მანქანა. შეიძლება რუსო. მაგრამ აი აეროპორტის პარკინგი ნამდვილად გაგძარცვავს, იქ საათობრივი გადახდა. ვაიმე რუსო, ეხლა რომ ვფიქრობ, რომ გაჩერებული მანქანა ფულს ხარჯავს, აი მგონია რომ ლურსმანს მაჭედებენ ზურგში კაცო. და კიდე ჩამოსაყვანია უკან ეს ხარჯიც კაცო. გოჩა და შენ გონია მე არ ვინერვიულე, წარმოგიდგენი ვარ შენ, მე ქუთაისში მარტო მანქანის გარეშე. მე ვიღაცა ღვთისმიერი კაცი შემკვდა, გოჩა. ქალბატონო, რამდენსაც მომცემთო, იმდენად ჩაგიყვანთო თბილისამდეო, გოჩა. მივეცი 150 ლარი და ჩამომიყვანა თბილისში, გოჩა. რამდენი? აბა ბიჭო, ღვთისმიერი რო გაჩნდება ადამიანი, ღვთისმიერი. თან იცი რა მითხრა, გოჩა? შემომხედა გესმის და ისო, თქვენო ქალბატონო ისეთი ბრძანდები თუ ალბათ 200 ლარიც გეკნებაო, მაგრამ არ მქონდა ბიჭო, აღარ მქონდა. ფული აღარ მქონდა? მთელი ფული დახარჯე რაც ბარათზე იყო? ой, ღმერთო ჩემო, ამაში. რა შემიბრალია, გოჩა, აი რა შემიბრალია გამაგებინე. ბარგის ფული გადამახტევინეს, მეტი წონა ქონდა ბა. რაო?
მე თვითონ ავწონე ეგ ბარგი დღეს ჩემთან სამსახურში და რითი თქმა გინდა ახლა შენ რომ ჩემი სასწორი ნაკლებს აჩვენე არა გოჩა. და ზედმეტ ბარკას ვატანხობე ხალხს ყოველ დღე? არა გოჩა, შენი სასწორი არაფერს თუ აჭია. დედა შენის ბრალია ყველაფერი, ბიჭო. ტენა და ტენა იმ ჩანთაში პროდუქტები და კიდე კაი მამა შენი მიხვდა, მე ამოიღე ქალო რა, სამ რეებს ატანო ბავშვო. ჭარბიწონა ეკნებოდა ხარჯები მე გენახა შენ. რუს, აწი მე უკვე ვეღარაფერს ვნახ. მე ამ ამბავს ვერ გადავიტან. კარგი რა გოჩა რა, რას ვერ გადაიტან? ხა წარმოიდგინე, ჩავიდა ბავშვი ვარშავაში, გახსნა ჩანთა და ამოიღო ეს ბებიას გაკეთებული ჩურჩხელები, ტყემალი, რუსო, გადამრევ შენ. ამდენი ხანი იყო ბიჭი ჩამოსული. 2 ლარი ოჯდება. ტყემალი, აი იმისთვის არ დაუკარებია პირი აქ და ეხა $14 რო დაჯდა. მაინც და მაინც იმ ტყემალს შეჭამს ვარშავაში. კაცო. კაი რა გოჩა რა, საბა არ შეჭამს და საბას მეგობარი შეჭამს და საერთოდ დედა შენის ბრალია ყველაფერი, მე ვარ კიდე დამნაშავე. არა რუსო, არ. შენ არა, მე ვარ დამნაშავე. ერევნიდან უნდა ამეღო ბილეთი. რა არის? მე კი ძალიან გამეხარდა ლია რომ მოვიდა ნიკა, მაგრამ გარკვევით თქვეს რომ მარტო წყვილებიო. რა ვქნა ნინი, ვერ მოსწერ დარეკვა და გაფრთხილება. და რა გინდა თავისთვის გვის? სამჯერ გადაყარა უკვე ნაგავი. აბა შენ რა გამოგავე? კი არ გამოვგავე, მე შევგავე ნიკა. ტაქტის ქვეშ, კარადის ქვეშ. რა? ნუ არაფერი ნიკა, ვერ ვასწრებდი ამ გამოგვას და შევგავე, ხა ძალიან არ შეიხედოს იმ ჟურნალისტმა რა ხდება ქვემოთ. აი ამას აქ რა უნდა? აქ უნდა იდოს? საერთოდ კი. ძალიან ნეგატიური დეპრესიული მაისურია და მოვარიდე იმ დანარჩენებს. მაგრამ თუ ძალიან გინდათ შეგიძლიათ სარეცხში ჩააგდოთ. კაშმარ. ჯერ შემოვიდეს და მერე ნინი. გასწორდი ნიკა, გასწორდი. გამარჯობა, ნინი ხო? დიახ, მობრძანდით. ეს ნიკა, ჩემი მეუღლე. დავძანდით, მობრძანდით. მობრძანდით. ვაიმე დედა, ამ აბაზანაში ისეთი ამბები ხდება, გეგონება ბუნკერი გადმოგვიხარ. მე ნახე რა ვიპოვე? წებოვანი ფურცლები. სინარმოვიტანე კაცო. და არ ვიცოდი სად წამიღო ეგ ფურცლები და მან დავდე და საერთოდ რა გვინდა? დედიკო, რა გვინდა და შაქარს დავაწერ. მარილს. ვიქნება ეხლა მანძდალიო ტკბილი ყავა. ანა იმ მაკარონს რო ხარშავ, დედიკო, მარილიანი მაინც იყოს. ეს ალბათ დამხმარე ქალბატონია. ეს ნიკას დედა. აჰა, გასაგები. ერთად ცხოვრობთ? ფაქტიურად. გასაგები. მოდი დავიწყოთ, მზად ხართ? დავიწყოთ, მზად ვართ, ჩვენ მზად ვართ. დავიწყოთ. ნინი, წყოთ. მომიყევით თქვენი ოჯახის შესახებ. როგორი ოჯახი გაქვთ, რა საქმიანობთ? აი, მაგალითად, ჩამომითვალეთ 5 რამ, რაც თქვენ სახლში მუდმივად არის. სიყვარული არის. ხალისი. კომფორტი. აი აქ დასავლეთი ანსაცმელი, იქ ჭურჭელი, კაშმარ, პოლნი ბარდაკ. ბარდაკს ბრჭყალებში ჩავსავ. აი ჭურჭელი ვახსენეთ და ხო? მომიყევით. როგორი დიასახლისი ხართ? რომელ კერძს ამზადებთ ყველაზე კარგად? კვერცხს. ყავას. მოხარშულ კვერცხს. და უფრო ვრცლად რომ მომიყვეთ. ვრცლად. ქათმის კვერცხს. ბრაზილიურ ყავას.
მოდი ნიკას კითხავ. ნიკასთან კითხვა. ნიკა, რას გაიხსენებთ? აი, პირველად რაზე იჩხუბეთ? პირველად მე პირველად იცით რაზე ვიჩხუბეთ? არა მე უფრო მიყვარხარ, არა მეო. ძალიან ხარ გაწინე. არა, ძალიან რომანტიულია და საერთოდ დამშვიდით. ძალიან კარგი ოჯახი. დიდი მადლობა. მადლობა. ვაიმე ისუ გამოშტერდი და არც ყავა შემოგთავაზეთ, არც კვერცხი რასინებე. ნინი, ვერ გაიგე რომ კარგი ოჯახი ყავთო და ნუ შეუცვლი წარმოდგენას. მოდით ფოტოები გადავიღოთ, ხო? ფოტოები გადავიღოთ. და მერე გავაგრძელოთ ინტერვიუ. მერე გავაგრძელოთ ინტერვიუ. აი ამას აი აქ რა უნდა, ა? ой, სტუმარი გყოლია. ჩემმა კომპანიამ გამოგვიგზავნა ჟურნალისტი ინტერვიუს წერს და ეხა ფოტოები უნდა გადავიღოთ. რა, ნინი? ფოტოები უნდა გადაგვიღოთ? ვაიმე, ნინი, დედიკო, მე ვერ მითხარი, ცოტა უფრო მომზადებული მოვიდოდი. პრიჩოსკუ ბუზდელ, ან იმას ჩავიცავდი ეს ბელინ ვარატნიჩკომ. სხვა საყურეს მაინც გავიკეთებდი, ნინი, დედიკო. არა უშავს. გამიდექით ბავშვებო უკან. ჩქარა. კარ. მე ლურჯი ფონი მიხდება, მაკვდება. მიდი, დედიკო. ლიას ბექები ვართ, მოდი. ეკონომიურად რუსუდან, ეკონომიურად. სანამ გოჩიკო ეხა მოინელებს ამ მანქანის ხარჯებს, აი ეს კრემი უნდა მეყოს. ვაიმე გოჩიკო, მოხვედი. ისე გამიხარდა გზიდან რომ დამირეკე, რომ შენი მანქანით მოვდივარო, რომ გავგიჟდი გოჩი. უფრო კარგი ამბავი მაქვს რუსო. მართლა? აბა, რა ხდება? რუსო. პარკინგი და მანქანა ისე გამოვიყვანე, რომ კაპიკი არ გადამიხდი. ნომრები მოხსენი, კამერებს რო დავიფიქსირებინე რა. დაველოდე სხვა მანქანას და რო გადიოდა სანამ შლაგბაუმი დაეხო რა მივადგი და გამოვარდი ის. ეგ არის გოჩა კარგი ამბავი? რა ხა მინიმუმ 20 ლარიანი ამბავია და რა ვცება. ეშენა მეორეც ეგეთია, მეორე ამბავი. არა, ხა მთლად ეგეთი ძვირფასი არ არის, მაგრამ მაინც. ჩემებთან გამოვიარე და რაც მამაჩემა საბაშჩანთიდან ამოიღო, ისე ჩვენთვის წამოვიღე და კიდე რაღაცების დავამატები. გადასარევი ამბები გაქვს გოჩა, სულ ეგა ხარ? არა, შენ თავარი არიცი. მისცხე. რუსო, მიყვარხარ რუსო. ძალიან მიყვარხარ. მე გოჩა არ გიხდება ეს მაიმუნობა და თან ტყუილები არ გამოგდის რა. აღა ცოტა არტისტიზმი მაკლია ხო? თქვი ეხარ ისით მაგინდა. მოკლედ კაცო, აეროპორტიდან რო გამოვდიოდი, უცხოელი ტურისტები შემოხდნენ. ასე იძახდნენ, თბილისიო და ვიფიქრე რა ვიცი ხა, მაინც იქით მივდივარ მეთქი და თან მარტო არ ვიმგზავრებ თქო. ერთ-ორ ახალ ინგლისურ სიტყვასაც ვისწავლით თქო. მოკლედ ჩავისვი ეს პატიოსანი ხალხი. გზაში ახლა მადლობებს ხომ მიხდიდნენ და რო ჩადიოდნენ კაცო, ფული შემომთავაზეს. დედა ჩემი სიკვდილი, დედა რა სირცხვილია გოჩა, ეხლა არ მითხრა რომ ეს ფული აიღე და მე სუმარ მასმიძლობის ამბები არ მოუყევი. ახლა რუსო მთლად ახლა ვაჟა ვერ გადავთარგმნე, მაგრამ მოუყევი ქართველების და განსაკუთრებით დვალების სტუმართმოყვარეობის ისტორიის შესახებ. მაგრამ რა გინდა რუსო? შემომიყარეს ეს ფული და გაიქცნე და მე რაღაც დამეწეოდი კაცო. გოჩა, საბუნას თავი დაიფიცე რომ შემოგიყარეს. საბას თავს ფიცავ. დავახურდავი. რები ვაპარაკალია. ეხა რებს დაწერს ის ჟურნალისტი წარმომიდგენია. მე უფრო სათაურები წარმომიდგენია. რა საერთო აქვს ნინის და ლიას და როგორ ერთიანდებიან ისინი ნიკას წინააღმდეგ. 100 სელფი დღეში მითი თუ რეალობა. მე ლია ნიკა სამსახურიდან ვაჭმე. ო, რა ვიცი, ეკითხება. რა? ვაიმე ნიკა. ყველაზე გულახდილი და გულწრფელი ინტერვიუსთვის გაჯილდოვებთ ფულადი პრემიითო ნიკა. და ჭურჭლის სარეცხი მანქანითო. ვაიმე ნიკა, პრემია.
და ჭურჭლის სარეცხი მანქანა რა თქვინდა? ეთქობა ლია შეეცოდათ.